მატარებელი ნომერი 6313 სამტრედია ქუთაისი შემოდის პირველ ლიანდაგზე. სარკინიგზო სადგურში ამ ხმას ხშირად გაიგონებთ. შეტყობინება, რომელიც მგზავრებს ამცნობს, თუ რომელი მატარებელი უახლოვდება ან ტოვებს ბაქანს, 57 წლის ლალი მშვენიერაძეს ეკუთვნის. ის ქუთაისის ვაგზლის ნომერ 2 სარკინიგზო სადგურში პასუხისმგებელ მორიგედ მუშაობს. 27 წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომლის სამუშაო დილა 8 საათზე ასე იწყება. მატარებლის მოახლოებას მას მორიგე ტელეფონის მეშვეობით ამცნობს. მიღებულ ინფორმაციას კი დაუყოვნებლივ სადგურის მგზავრებს უზიარებს. ყურადღება, მატარებელი ნომერი 17 ქუთაისი-თბილისი დგას მეორე ლიანდაგზე. გვიყვება, რომ მისი ხმის ტემბრი ინფორმაციის გამოცხადების დროს იცვლება, რადგან სამსახურში ის მგზავრებმა უნდა მოისმინოს, მეტად აქცევს ყურადღებას თითეული ბგერის სიზუსტეს და ჟღერადობას. გამოცხადების დროს ისე მკაფიოდ ცოტა ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ არ ჩამოგვჩეს მგზავრი, როცა მეორე ლიანდაგზე არის მაგალითად მატარებელი კიდე, არ დაგვრჩეს უყურადღებოდ, გამოვდივართ უცხოელებს კიდე ვემსახურებთ ისეთნაირად, რომ ჩვენ თვითონ გადაგვყავს, მოხუცები არიან, ჩანთებით არიან, ვეხმარებით და მიგვყავს ხოლმე. საქმე, რომელიც ბავშვობიდან იზიდავდა, ახლა მისი ცხოვრების ნაწილია. გვიყვება, რომ მატარებლის განრიგის და მგზავრების ინფორმირების გარდა სადგურის სისუფთავეზე და წესრიგზეც ზრუნავს. ჩანთავისია, შევდივართ ხოლმე მატარებელში და ვეუბნებით მგზავრებს ჩანთავისია, იქნებ ვინმეს დარჩა, კი რაიმეს დავინახავთ კი ძირს დაგდებულს, მეც კი მოვალე ვარ იმისი, მეც მივიდე ავიღო, მოვასუფთავო. ადამიანი, რომლის ხმასაც სარკინიგზო სადგურში ყოველდღიურად ასობით მგზავრი ენდობა, ამბობს, რომ მიუხედავად უკმაყოფილო მგზავრებისა, საზოგადოებისგან დადებით ემოციას ხშირად გრძნობს, რადგან იცის, რომ ეს ის ხმა, რომლის გაგონებაც აქ ამ სივრცეში ყველას სჭირდება.